საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დღეს საპატრიარქოს თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. მხარეებმა საპატრიარქოსთვის ადრე გადაცემული მიჩენის წესით ტყის ფართობების მართვისა და სახელმწიფოსთან ერთად შემდგომი განვითარებისა და დახვეწის სამოქმედო გეგმის საკითხებზე ისაუბრეს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების სამსახურის ხელმძღვანელი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების სამსახურის მრჩეველი, დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის კოორდინატორი გოჩა არონიშიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 2024 წლის 14 მარტს გაფორმდა. სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადაეცათ. საქართველოს საპატრიარქოს შედგა შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მეოფე შიოსა და საქართველოს წმინდა სინოდის წევრებს შორისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბატონ დავით სონღულაშვილისა და სატყეო და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის. ძალზე მნიშვნელოვანი არის ეგ შეხვედრა, ამიტომ წარმოადგენს გაგრძელებას იმ თანამშრომლობისა, რომელიც წლების წინ დაიწყო და მან პოვა განვითარების ახალი ეტაპი 2024 წელს, როდესაც დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ამ მიმართულებებით, ანუ სატყეო და დაცული ტერიტორიების მიმართულებით და ამ მემორანდუმის დადების შემდგომ მინდა ვთქვა, ჩამოყალიბდა ორმხრივი კომისია, რომელიც ამუშავებს ყველა საკითხს, რაც ეხება იმ ტერიტორიებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსზე არის სახელმწიფოს მიერ გადმოცემული ან მიმაგრებული. არის ეს სატყეო თუ დაცული ტერიტორიების არეალი. ეს მუშაობა მიმდინარეობს ძალზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ მნიშვნელობას ამ თანამშრომლობისა, რამე თუ დღე წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ რესურს, ეროვნულ ღირებულებას და ისტორიულად მოგეხსენებათ, რომ ბევრი ეკლესია, მონასტერი განლაგებული არის ტყეში, განლაგებულია ესეთ მიუვალ და უდაბურ ადგილას და დღეს ხდება პროცესი მონასტრების გაცოცხლების, მონასტრების განახლების და სამონასტრო ცხოვრების აღდგენის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ ერთ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ის არეალი, რომელშიც ჩვენმა წინაპარმა ასე ვთქვათ, დაიდო და სიწმინდეს დაუდო სათავე ადგილს ლოცვისა და სიწმინდისა, რომ ეს იყოს დაცული სწორად და ფარგლებში იმ მოთხოვნებისა, რომელიც გააჩნია დღევანდელობას. იქნება ეს სახელმწიფოებრივი თუ საეკლესიო თვალსაზრისით. ამგვარად ეს თანამშრომლობა გრძელდება, ჩვენ მოხარულები ვართ და მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი სრული ზადყოფნა ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან
თანამშრომლობისა. ჩატარდა საპატრიარქოს და გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული კომისია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის. კომისია მიისჩელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის დღის ერთული მართვასთან მიმართებით, ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ყველა ის საკითხები, რომელიც აქტუალური არის ამ შემთხვევაში და განისაზღვრა სამოქმედო გეგმის ნაწილი, თუ როგორ შეიძლება რომ შემდგომ ნაბიჯები გადაიდგას, შემდგომი გეგმები დაისახოს იმისთვის, რომ ერთობლივად მიმართოს ის უნიკალური რესურსი, რაც არის საქართველოს ტყე.